ახლა კი ჩემო ძვირფასებო, ხალბატონებო, ბატონებო, ძალიან კარგი სტუმარი გვინდა მოვიწვიოთ სტუდიაში. მსახიობი, იუმორისტი, პაროდისტი, კოლორიტი, ბიძინა მახარაძე თქვენს წინაშე. Bravo! David, განაცემაში პარკინსონი და გემართება, კი, მაგრამ მეორენაირად შეიძლება შევხედოთ, რო ივარჯიშებ აღარ დაგემართება. ეგ არ მიფიქრია. აი, ამაშია. ჩამონათვალში ერთი გამოგცათ თქვენ. აბა რა? მე ვარ საქართველოს ჩემპიონი ხელბურთის სკოლებს შორის. და მიწვეული ვიყავი, ახლა თამაში ხო იყო ხელბურთში. კი ბატონო. საპატიო სტუმრად როგორც ყოფილი ხელბურთელი. ვენაცვალი, აბა შევიდა. გურული უნდა დავიტრაბა ხო ახლა. აბა ეს მაგარია. ესე იგი ეს წლების წინ კი იყო, მაგრამ მაინც მაგარია, სპორტით იყავით დაკავებული. არა, ყველა საინტერესო რა არის? რა? მე ხო კომაროვი დავამთავრე და ყველა ეგონა რა კომაროველები, მათემატიკა, სირისტიანები, აჩქებიანები. სულ ყველა დავანგრიეთ, ვისაც შევხვდით რა და მე-9 კლასელი ვიყავი, მარტო მე სხვათა შორის სულ მე-10 კლასელები იყვნენ. რა შეგინაც? გადასანა. ძალიან სასიამოვნო და კარგი რა. არ გიყვართ ხოლმე, ესე იგი, თქვენი რეგალიებს რო ჩამოთვლიან ხოლმე და რაღაცა ყოველთვის ვაკვირდები, რომ რაღაცნაირად განიცდით ამას რა და არა და ჩვენთვის კი არა, რა ვიცი რა, მთლიანი საქართველოსთვის კოლორიტი ბრძანები და გამორჩეული ადამიანი. და რეგალიებზე გამახსენდა, სხვა შორის უნდა გითხრა, რომ წარდგენილი ვიყავი უკვე დამსახურებულ არტისტობაზე. ბედი არ გინდა, ვინც წარმადგინა და იმ დროს ვინც იყო მინისტრი, დაიჭირეს. მართლა გეუბნები. ვარი მახსოვს ბადურაშვილი. ესე იგი, ცხონებული რამიშვილის ის ცნობილი ფრაზა გამახსენდა, ექიმა ამიგძალაო, არ დალიო, არ მოწიო, არ სიჭამო. სამიწმედ ამერიკას თვითონ მომკვდარაო. თვითონ ხო შეიძლება მოყვა. გამიშვილმა. კი ბატონო, და ით გავს ძალიან. და მერე წარდგენილი ეთყობა ვერ მოასწრო ხელმოწერა თორე აზე არა ვარ აი მართლა გეუბნები რა ახლა სარეცელზე ხوار მიუტანდნენ იქადა ეხლა აღარ არის სამწუხაროდ არის კიდე დამსახურება არა ეგ საბჭოთა კავშირმა წაიღო დღეს რა არის აბა ისე ვარსკვლავი არანა ეხლა მომანიჭეს ხათაშორის რა ოქროს არწივი მოგეონე ბრავო ეს ჩვენი ცნობილი გენიალური თემურ ციკლაურთან უნდა იყოს კავშირში, ხო? არ ვიცი, ვისთანაა კავშირში, ეს ემის რო აკეთებს. ბესო ჩუბინიძე. ეგ არის, კი ბატონო. ხო და მე ახლა ხო ეს სოფლელი რო ვარ, ცოტა კომპლექსები მჭირს და ისეთ ადამიანებთან ერთად მომანიჭეს, რომ სიმაღლეში მე ვიმატე 20 სანტიმეტრი გეუბნები. ჯემალ ბაღაშვილი, დერიუგინი, შენ მოგევლე. ჯინორია რაღაცა აღარ მახსოვს. ესე იგი, სავსეა საქართველოს არწივებით. აპლოდისმენტები. ბატონო, ფიზიკა ბატონო, არ ნერულოთ, თქვენ ქართული ხალხის თვალში დამსახურებული არტისტები ძანდებით. ბატონო. კოლორიტებზე ვთქვით, ჩემო ნიკოლოს და თქვენთვის თქვენზე საუბარი გასაგებია, რომ ცოტა გიჭირთ, მაგრამ თქვენ თვითონ ვის ეძახდით კოლორიტებს? არა, სხვა შორის მე მეზობელმა ჩამიარა ერთხელ და ისა თბილისისო თუ საქართველოს კოლორიტს მიესალმები და მეოთხარი კარგია ახლა რომ მიწოდე, მაგრამ მე კოლორიტი ნახდად არა ვარ მეთქი რა. ახლა კოლორიტი ვიქნებოდი რა შემთხვევაში იცი რომ გურიაში რომ ცხოვრობდე და ძალიან გურულობდე და რაღაც ასეთ შემთხვევაში თორე ახლა თბილისელი არა ვარ. თბილისის კოლორიტი როგორ ვიქნებოდი და კოლორიტები იყვნენ. არწვის კასრაძები. ეს იყო მოვლენა. ასეთი ნიჭის მქონე ადამიანი არ ვიცი მე არ მინახია მარტო სარგეში რო ვიყურები მაშინ ხო გამიგედა რა აი სხვა შორის ჩემი მასწავლებელიც იყო ასე ვთქვათ რაღაცას მელაპარაკება დიახ და აი ეს აი როგორ შენ გიყური ხო ეს რაღაცას ჩხაპნის ეს
აი ესე რა თან ლაპარაკ. ხო და იმას გეუბნებოდ, მეთქი რა შეხაბრინა და რომ მოათავა, ეს შეხაბრინა და მაგ ბიჭო და გეფიცები, აი ცხენი დახატული კლასიკური და ზედ ხედარი ბიჭო. აი ხო არ ხონა შეხედო რაღაცა ხო? ანუ ორ საქმეს ერთად თან გესაუბრებო და თან არა მე დამაინტერესა ეხა მხედარი ვინ იყო? თქვენ ხო არ იყავით მხედარი? არა რაღაცა აბჯარ ჩასხმული ვიღაცა კლასიკური. ანუ ჩანდა სახე მუზარადი ეხურა. მე არ ვიცი იცი თუ არა ეს გიამაც მოყვა ჭირაქაძემ და ვინც ის რა ენა სწავლობდა 9 საათში გეფიცები. აი გია ეგა. ხო? მატარებლით მიდიოდა ეს გიამ მომიყვა ჭირაქაძე მატარებლით მიდიოდა ქუთაისშიო. და რომელიღაცა სკანდინავიური გუნდი იყო ჩამოსული ქუთაის ტორპედოს და შეხვედროდა. ნუ დავშა დანია იყოს რა ვიცი. ხო, კი ბატონო. ხო და ქართლოსიც იქაა და ამ დანიელებს ეკითხება აბა დედა როგორ არის, მამა როგორ არის, ეს როგორ არის, სიტყვებს რა. კი ბატონო. ბიჭო ნახარსაც მე დანიელ ფეხბურთელებს უყვებოდა დანიურ ენაზე ანეკდოტებს და ხოცავდა სიტყვებს. აი მაგარი ყოფილი. ეს ახლა ამას ვინ გააკეთებს არ გადა. არა თქვენ ახლა ესეთი რამე თქვით რაც ესე არ იცის ყველამ ხო ეს? ხო, არა, არც მე არ ვიცოდი. ახლა დიდი ბოდიში, მაგრამ ეს შეძლო მარტო ვინ იცი კიდე რაიკინმა. კი ბატონო. რაიკინმა გერმანული არ იცოდა. დაიზუთხა ტექსტები 3 დღეში და 9 საათიანი კონცერტი მიცა ბერლინში. ხო, მაგარი. მე 2 კვირა იწვა სამათყოფოის სხვა. ჩანტლაძე? ჩანტლაძე ძალიან გული დამწყდა თენგიზი რომ გარდაიცვალა. სამწუხაროდ. ძალიან თელ საქართველოს რა. აუ და მისი ჟორიე ხო ეს კი ბატონო, აი ნამდვილად კოლორიტული პერსონაჟები. მაგარი ხო. ეხლა მე რატო გულშემატკივრობ ასეთ ხალხს, იცი, ნებისმიერ იუმორის ვინც არ უნდა იყოს, რომ ბიჭო, რაც მეტი ვიქნებით, მით უფრო პოპულარული იქნება ეს ჟანრი. კი ბატონო. ასე ხოა? რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ სამწუხაროდ სცენური იუმორი უკვე გაღარიბდა. ნელ-ნელა მიდის. აგერ მარტო იუმორინა იღე, კახი აღარა, გივი აღარა, მზია აღარა. კი ბატონო. სამწუხაროდ. მიხედვა უნდა. წარმოშობით ახსენა, ხო? გურიასთან ქონდა შე რაღაც კითხვა. კი ბატონო, წარმოშობა გურული ვარ. გურული. ანუ სხვა შორის აი კარამე მოგიყვე ახლა. გურულები ჩამოიყვანეს ისა თბილისში. და მოაწყვეს ნუ გურული იუმორის და სიმღერის აი ზეიმი იყო რა. დაწუნებული ვარ. ნუ მეც მიმიპატიჟეს. შეიძლება ორიც იყვნენ, მაგრამ გვეგონა. არა, ბევრი იყო. ბევრი თუ იყვნენ. ბევრი დელეგაცია იყო, ხო და აი საღამო გამოვიდა და ყვაშალი. ხო იცი? კი ბატონო. აი ორი გურული აიცი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, იგი აგე როდგას მაინც გურულია. როლაპარაკობს კი არა. ხო. ხო და ყვაშალზე სიტყვა მოიცა. კი ბატონო, კი ბატონო. ხო და იმას დავამთავრებ იმას. ხო და ესე იგი და ყვაშალმა თქვა, ბიჭო, ჩვენს გავაკეთოთო. და ვინ გავაკეთეთ? ვინც გურულები ვართ, მაგრამ გურიაში არ გავზდილვარ. არ გამევიდა. ხო, არ გამევიდა, ბიჭო. არ გამოვიდა. ჩემი ბიძაშვილი იყო ერთი ვახო მახარაძე, აღარ არის ამ ქვეყანაში. გურიაში რო შევიდოდით, მიგებდა სიტყვაში ყოველთვის. თბილისში რო ჩამოვიდოდა, მე უგებდი. აი, რაღაცა ხო კი, არის. იქიდან ამოდა ყვაშალზე კაი რამე გითხრა. ნუ ყვაშალის ფორმები კეიძი, ხო? კი ბატონო. სცენარის შევადარებ ბაობაბია ეს. აფრიკაში რო. ბაობა. ხო? ხო და მიყვება ბახვია თვარსე მაგისოფელი და შევიდა ეკა, ეგე და ხო და ასე მე ვიკიდე ხელო და რა ფერხაბჯო, ნუ გზარიაო ახლა ნაცავი გითხება. რა ცხა წელი მткиვაო, შეიძლება საგაგბჯო წელი. იქვე რა, მაგარია, კაია. აქ ესე იგი ესე რაღაცა ინდური ფესვებიო და ეგ მაინტერესებს. ბიჭო, ხო, ეგ შემემთხვა მოსკოვში. რასა? ხო, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი ერთი რამე, ახლა მე სულ საჯარო ბიბლიოთეკაში ვარ და რას არ ვკითხულობ, რატო იცი რომ იუმორისგან რო არ გააფრინო. ხო, ყოველ დღე ასხას ანჩხაპნი ან რეპეტიცია რაღაცა და ამის საპირწონედ დავირჩიე ესე ნიჩე და შოპენჰაუერი და ეგეთ. მეცნიერული ნაშრომი. მეცნიერული ნაშრომი ახლა კომაროვი დამთავრებული აზროვნება მასწავლეს.
ხო და შლოსერია ესეთი გერმანელი და ქართველს რომ დაეწერა აჰა დავახევდი თავზე მაგრამ გერმანელმა დაწერა ბიჭო ხო შლოსერი შლოსერი სოფლიო ისტორია 19 ტომია და ესე იგი ინდოელების წინაპრებიო იყვენო კავკასიელი ხალხიო შენ რა გაშენდა მეც არ გამიკვირდა გოგია ვინ არის თქო გამახსენდა რა გოგია ყოფილა მაქედან გავს. ჩვენი გარმონი ინდოელი სუფიქრობ ეს გავს და მე გეტყვი აგერ მოსკოვში მივდივარ და რესტორანი ინდური რესტორანი და რა ქვია ხო ეს მახარაჯა მარტო გეუბნე თბილისშიცა მახარაჯა და კინაღამ დავაძრე პასპორტი შეუვარდი ჩემ გვარს რატო იყენებ წილში ჩამ შლოსერი ყოფილა ადამიანი ჩვენი ზაზა შლოსერი შლოსერი აბა რა არის იცი კიდე მე ჩვენი ურთიერთობიდან მე რა ვიცი ბავშვი ვიყავი და გიждდები ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ და ძალიან ისე არ ვიცი ადრეც ნათქვამი მაქვს თუ არა მაგრამ თქვენი ის იყო ესეთი ფელეტონი ბუნების დაცვა ბუნების ხო მაგას მე ვიყავი პატარა 8 წლის თუ 7 წლის მე ერთ-ერთი ჩვენი მსახიობის იუბილეი იყო და იქ წავიკითხე შენ წაიგე ამის იმის თქმა მინდა რომ ძალიან მიყვარხართ ეხა ვის არა მაგრამ რაღაცა ჩემი და იცი რა ძალიან მომწონს ყოველთვის თქვენ ფელეტონებში და თქვენი იუმორში ნებისმიერი მიმართულებით ძალიან გაქვთ რაც კარგია მე გავიგე მაინც კახური ხასიათიდან თავიდან წინდა ხოლმე მაგრამ მე მივხვდი რომ სხვანაირად არის ასე ვთქვათ თქვენ თავზე გადაობთ რა და ძალიან კარგად გამოგდით აი არ გწყინთ რაღაცნაირად კარგად ახვევთ ამას რა რომ აი თქვენ თავს გაურევთ ხოლმე გემრიელი არა ეგ უნდა დაასტრო სხვა შენ თავზე შენ უნდა იხუმრო და სხვას აღარ დარჩება ადგილი ხო თანო იუმორი ხერხია ესე იგი რა ქვეცნობიერია კი ბატონო ამას გააზრებული ხელოვნებაში ბევრი რამ გააზრებული არა გაქვს და ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ქვეცნობიერს ნუ შესაბამისად მე აქედან გამომდინარე როცა საკუთარ თავზე მორჩება ხუმრობას ახლობლებზეც და ოჯახის წევრებზეც ხუმრობს გიადვილდება მე უი კაი რამე შე ქუთაისელი ხო ხარ თუ ქუთაისში მაგ კონცერტი და ჩემ თავზე რომ ვლაპარაკობ და ესეთი ხუმრობაა ჩემ ავტორმა მითხრა ეს არის 1914 წელს დახუმრებიო მაგრამ აი ხუმრობა არ გვდება საესტრადოსო უნდა გამოვედა დოკუმენტურს გიყვები ქუთაისში მაგ კონცერტი და მე ვთხარი არ გამომაცხადოთ მეთქი სპეციალურად და გამოვედა ვთქვი რომ ახლა ვთხარი სხვა ჩემს ადგილას დაუწყებ და იმას გამოაცხადე რომ თქვენ წინაშია მსახიობი ბიძინა მახარაძე რა საჭიროა მე ვთხარი ახლა მაგის თქვა მე თვითონ ვიტყვი რომ მე ვარ ბიძინა მახარაძე სხვა ჩემს ადგილას გამოვედა და დაიწყებ და მე ვარ ბიძინა მახარაძე ცხრაჯერ ხო არ ვიტყვი მე ვარ ბიძინა მახარაძე ერთხელ თქვი მე ხარ ბიძინა მახარაძე ყველამ გეიგო და უცებ ქუთაისელი ბავშვია დევიღალე ბიჭო მას მაგან არ მომხდარა ქუთაისში მომხდარა კი ბატონო არა ნუ ხა იქ ისეთი ისტორიებია იქ რაღაცა ამაზე მე სხვა დროს მაგრამ ისტორია ცოლზე ეგეთი ამბავი ხუმრობა თუ რუსთავი 2-ზე გახსოვს გოგიჩაიშვილი იყო დათო ხო ხო და თამირეკა და მოდიო რა მე ვთხარი მე ახლა მსახიობობ იგი აგიდა ახლა მოსაყოლი არაფერი მაქვს მეთქი და მაცალე მეთქი ხო და ნუ კაი გაცლი რამდენი 1-3 თვე მაცალე მეთქი და რა ვქენი ახლა დაუწყე ჩემ ცოლს დაკვირვება ხო და მეთქი აბა სისულელეს თუ იტყვის რა ერთ თვეში მოვათავე ერთის დურათი ხარ მოსაყოლო ერთის დასიყავი ახლა უყურე ბათუმში ვართ ხო და მარშრუტკას რო ვეძახით ხო მიკროავტობუსი ხო მიკროავტობუსი და გეიგო აი მიკროავტობუსი და რო ავედი ჯერ მე ქართველი ჯენტლმენი ვარ ცოლი მე ამოდის ხო და ერთი ადგილი იყო ჩემ პირდაპირ და მეორე აქეთ სადმე უნდა მოგეძებნა და დავჯექი თუ არა და ჩემი ცოლიც ამოვიდა რომ ამოვიდა და დაძრა იმან მძღოლმა და რო დაძრა ეს ჩაუხდა კალთაში ვიღაცას ბიჭია რა და სიტუაცია რაც ხომ უნდა გამეუყარო და ბოდიში მე ვთხარი კაცის დანახვაზე ასე იცის მე
გიждდებოდა ხალი რას. და მეორე კიდე კაი ისტორია იყო. ესე იგი ნაქირავებში ცხოვრობთ, რაღაცა ნაქირავები და ახლა ცოტა ისეთი არა, მიტოვებული ვით, ხო იცი და? როგორც არის. რა და ეს ვანაში რო შედიხარ, შიგნიდან არ იკეტებოდა. აჰა. და გარედან იკეტებოდა და ვანაში რო შევდივარ, ცოლს ვაფრთხილე, მოიდა დამკეტე. გამიგე? ხო და ის სამზარეულოშია რაღაცაზე, რა ვიცი, რეცხავს თუ აკეთებს იგე და ეს გარედან ხო დაკეტილი და რო მოვჭი ბანაობას ხო და დაუძახო. და ვეძახი დალი ვერ გავაგონებ და დავიწყებ რახუნი. იქიდან რომელი ხარ? დაღე იმაზე გონა კარებზეა ვიღა. კაცი გამეითუთხა. აღარ შეველე. რომელი ხარ? რომელი ვიქნები? კაია, კაია. უი, კიდე კაი ისტორია გამახსენდა. ახლა დამეთანხმებით ორივე ცოლი ყავთ, ბიჭო, მე ვეძახი ტავარიშ მაიორს. ხო, რატო? ეს რაღაცია? ის რაღაცა ეს გაიხეხებილები და ის დანზე რო შედიან ასე ფეხებს რა ჩვენ ისე გავდივარ სახლიდან. ხო და ბუცებს რა ჩვენ ბუცე. ხო, ნომერი რამე ყველა. ხო, კაცო, ხო და შეკლული ვარ, კაცო, ხელში, აი, ამ ჩემწოლს ჩვენებებით იგეითაგეი და ერთხელაც რაღაცა არ მოეწონა თუ რა, ხო? დაურეკე, სადახარ? მოთხარი ტელევიზიაში. რა გაცვია? რამაცვია და ფლოსტები მეუთხარი და მართლაც ფლოსტებით მიყვარზე. შარვალი? აი ძველი შარვალი. დედა მომიკვდეს თავი ტელევიზიაში, როგორ რა და აბა რამე ეგ შარვალი რატო 9 ჯერ მითხრა ეგ შარვალი არ უნდა ჩამეწვა და ამოვედი სახლში მეშვიდე სართულზე ვცხოვრობთ. ნუ და გამოვედი ლიფტიდან და ხალხი არა ახლა ეგე და აი შარვალი შევიხადე. დავახვიე და ამოვიდე, სულ არ ჩანდეს. და ტრუსიკით გავარ და ავაგაკული. ამეხედა ახლა სახეზე ხო. გააღვედა. ვაიმე ეს რა არისო და შეხო მითხარ შარვალი არ ვარ გავდა. ასე დავდივარ თბილისში. მარამ გეიგორო აგი აბოდებული ქონდა. თავის დაევალთა. ხო, იმათა და ეს აბა რა უკნავ. ხო, მაგარია. იცი რა, ძალიან ბევრი ადამიანის პაროდიას აკეთებთ ამ ყველაფერთან ერთად. ხო, ვაკეთებდი. ხო, ახლა გასაგებია. არ არის ეთყობა ეხა საჭირო თორე არც ეხა არ გაგიწევს. არა, ეგ როგორ არის, იცი რომ ეხლა არავის არ ეწყინოს პაროდისტებს წინით კაცო და მე ახლა თეორიებსაც ვკითხულობ იუმორში და პირველ ადგილზე სირთულით ასახქმელად არის ირონია. კი ბატონო. აი ირონია ძალიან ძნელი ასახმელია და ყველაზე ადვილი მე-9 ადგილზეა პაროდია. გამიგე, მაგრამ შესრულებით რა თქმა უნდა ეს ძნელია. ხო. ხო და პაროდია როგორ არის, იცი რომ აი პაროდიით რო დაიწყებ, მე პაროდისტობაზე თუ არ შეჩერდები, კაი იქნება. და მე ხო და ბიჭო, სულ პაროდის მეძახდნენ და აგერ ერთი წელია რა ვარ ციკლებს სახიობს მეძახიან. ამების სუნთქე რაღაცა. ისე თქვენ ვისი პაროდია უფრო გამოგდიოდათ ან გიყვარდათ იმის გაკეთება? მე საერთოდ პაროდისტობა ან გამოარჩევდი თუ გამოვარჩევდი ვის იცი ჩხიკვაძეს და დეფიუნეს. იმიტომ ორივეზე გიждდებოდი. ახლა სახეობა გინდოდეს და ეს კუმირები არ იყოს გამორიცხულია და ჩხიკვაძეზე კაი რამე მოგიყვენ. კი ბატონო. კოჯრის ტყის სიზმრები. ესეთი ხო და უსაყვარლესი. ბევრი მარიცის რომ მე იქ ვახმოვანებ. მართლა? კი, იმას ლეონოვის ფიგურაა. კი. პატარა და მღერი ვარ კიდევაც იქ რუსულად რა. რეჯგენა ხო და რეზო გაბრიადებრო დამირეკა. მივედი და გავახმოვანე ეს და მითხრა ლეონოვი ვერ ჩამოვიყვანეთო. და თქვენზე ამბობენ რომ ბაზო კი მე ვთხარი ბაზო მე და დამთავრდა ახლა აი გახმოვანებები და ასეკრა ჩხიკვაძე უნდა მოსულიყო და ვერ გავახმოვანეთო ხეჭოთ ვარ ხა მე აგერ არ ვარ მე ვთხარი რაფერი იმასაც ბაზაო კი მე ვთხარი ბიჭო არ გეიგოსო და მოდიო ისეო და იქ რაღაც ნაწილი სიცილი გავახმოვანე მე ჩხიკვაძის მაგივრა. საინტერესო. ორი დღე გადის ფილარმონიაში ხვდები რამას ჩხიკვაძეს. ხო. მეუბნები რომ ბატონო რამას გუში რა თუ არ იყავით მე გახმოვანებაზე.
რა ვიცი კაცო რაღაც საქმეები მქონდა რაღაცებს იცახეს და იცით რომ თქვენს მაგრამ მე გავახმოვანე მე რას ლებარა მოგკაც გაოგნებული დარჩა რომ ის მაგას ხომ გაახმოვანა ხო ასე გავიცანი ბატონი რამას ძალიან სპეციფიური კი იყო თვითონ ხმით ხმა ხმა კი არა ეს მე ახლა რა არ მინახია მაგრამ იცი მეწოდება რა კაი გაგებით ვისაც არ აქვს ნანახი ყვარყვარე თუთაბერი რამაზის შესრულებით ხო ეს შეაჩი არ არის ჩანაწერები ცოტა რაღაცა ნაწილი და სხვათა შორის ბატონები ყვამბობს ხოლმე რომ მე დავიბადეო როგორც რეჟისორი მაგ სპექტაკლში ეგ ერთი კი ბატონო მაგრამ ძალიან უყვარს ეგ სპექტაკლი ამბობს და არა ამბობს რომ გონიაო რომ სპეციალურად წაშალესო არა მგონია მაშინ ის იყო ფირების ნაკლებობა იყო ესე ამბობს არა ბევრი ეგეთი დაკარ სერგო ზაქარიაძის როლებიც ბევრია დაკარ მაშინ ახალი ამბავი იყო ეს ჩაწერა და ფირები ერთი პატარა ნაწყვეტია მაგრამ ეთყობა რომ რაღაც სხვანაირი ყვარყვარი ბიჭო რა რეებს აკეთებდა იცი აი გაოგნებული ვიყავი რა 3 დღე შოკში ვიყავ რომ ეს რა ვნახე ხალხი არ იყო ხო მაყურებელი არ იყო რიჩარდზეც ესე არ იყო თავიდან მაყურებელი სადამ ინგლისში არის რიჩარდ ჩირამაზი უკვე გაშიფრავ კლასიკა და იმის გაშიფრა არ არსებობს გარდა იმისა რომ ეს იყო რაღაცა აი მოხეული ნიჭის პატრონი გამოვიდა სცენა რეებს აკეთებდა გაგიჟე აი გითხრა აი მაგალითად აი წაგითამაშებ ცოტას ხო წასი ამონოდა საინტერესო არა გეტყვი აი მაგალითად არის ფრაზა მოდიან უნდა დამიჭირონ აი როგორ უნდა ითამაშო ახლა ეს რა ვიცი ახლა დავიშავთ მოდიან უნდა დამიჭირო ხო რაღაცა მოდიან უნდა ეს ბიჭო ჩხიკვაძე ახლა ადგომაზრება შუა სცენიდან მოდის ესე რაღაც უცებ ჩერდება და მოდიან უნდა დამიჭირო ხა ვიებს აკეთებ ეს ყოფილა ბრეხტი კი ბატონო და ესე იგი ეს ბრეხტი შემოიტანა სტურუამ და ეს აყვა ბიჭო და რეებს აკეთებდა იქ აი იმაში ფეხი ჩაყოფილი აქვს იმაში ტაშში ეხლა ვინ მოიფიქრებს რამასის გარდა აი ესე ტაშელ ბანაოს რა და ვიღაცა შემოვიდა და ამას გეუბნეოდა ბაღ და ტაშტი ესროლა ბიჭო ფესკი რაღაცა აი ფეიერვერკი იყო გიტლერი ითამაშა გაოგნებული დავრჩი გიტლერი ხო ეს რო შვებოდა ეს ისწავლა სხვა შორის ადოლფს მსახიობისგან და აი ხონდა ესე ქნას აი ეს ხელები მიქონდა წუთი 2 წუთი როგორც ხვენოდა გაიგე ჩიკვაძეს ეს და როგორ და ეს ტანჯვები რო და ბოლოს იმიტომ რომ დაიფარა აი ესეთი მიგნებები აქტიორული რაღაცა ეხლა მე რითი გამოვირჩეოდი შეყვარებული მყავდა ერთი რა ახალგაზრდობაში და ვარი თქვა ჩემთან ერთად თეატრში სიარულზე არც ერთ სპექტაკლი არ მინახია ბოლომდე იმიტომ შენს რომ მსახიობი ხარ და იქ ხო თამაშობენ და ვინც ხო ვერ თამაშობს ახლა შენ რო გინდა და ასე და შენი დედა ამდგება გამოვიქცეო სპექტაკლები არ მქონდა და შენთან ერთად თეატრში აღარ წამოვალო მეო ესე იგი ისე კარგად ისაუბრეთ ბატონ რამაზი ეს ცნობილი ამბავია მაგრამ პატარა ნაწყვეტი ეს ცნობილი ლექსი და რო გააკეთო ბარემ ბოლომდე მივიყვანოთ არა ეგ როგორ არის იცი რომ მე პაროდიებში ვცდილობდი გარდა იმისა რომ ხმით მიმებაძა და პლასტიკით სახესაც ვიცვლიდი დიახ ო აი მაგალითად ბრეჟნევი ხო გინახია კაცო და აი ბრეჟნევს რო ბაძავდი ბრეჟნევი ხდებოდი ო ეგეცა ხო დემისლუსოს ბაძავდი სიმღერას რაღაცებს ვაკეთებდი და ჩხიკვაძეზეც აღებული მქონდა იმიდან რიჩარდიდან ესეთი არის და მეთქი რა წავიკითხო და ახლა მაშინ ტექსტი არ მქონდა და ავიღე ის ტანო ტატანო რა კი ბატონო და თურმე რამაზი ზის დარბაზში კაცო კაია ამდრო ხო და ესეთი ტატანა გულდამ და უცხო მალება ზებგავე მამკლავე ნია ვესტაგალე ბოსარებ ზამზამ თვალო შემაზარებო ზოდოლ ბაგეო დამდაგეო სულ სამარებო პირომ თვარეო მომიგონემ ზისადარებო ბრავო
ვინმეს რო ეთქვა რომ ტანო-ტანოში იუმორიო, აი. მაგრამ გაგიჟდებოდა თვითონაც. გაგიჟდებოდა თვითონაც ის. შეფასება როგორი ქონდა, იცი მომიტანეს მე ენა. სად უყურებს თუმანიშვილიო? ანუ ესე იგი მსახიობად მაღიარა, კაცო. აროდისტად არა. და ესო აქეთ გვასწავლისო, ესე გოგნაუ გააბარა. რაზეა ახლა რამას ჭივაზე რამას გეტყვის ახლა. დიდი იყო, მართლა დიდი იყო, გაანათოს ღმერთმა. ესე იგი ბატონბიძინა, აი რა ვქნა რა, როცა ვლაპარაკობ დიდ ადამიანებზე თქვენ მიმართულებაში, რა ვიცი, სხვა არც არავინ არ მეგულება და მე მინდა რომ დიდხანს იყო ამ ქვეყანას. ძალიან მიყვარხარ, ძალიან გვიყვარხარ, სულიად საქართველოს უყვარხარ. მაგი განსაკუთრებით რა ის როის მეუბნებიან, იცი? როდის? ვინმე მსახიობს რო ასაფლავებენ? ისე ბევრ მსახიობს გავსევენ, ხო? იმაზე. კაი გამახსენე. ეთერი კაკულია. მომსპარი ენის პატრონი. აცხადა. მომსპარი ენის პატრონი და სადღაიდანაც მოვდივართ კონცერტ ფოთში თუ სადღაც და ახლოს ერთი გვერდით ვარ. ხო და ეთერი მეუთხარ იცი ისეთი პაროდია მაგ რომელიც შენ არ გინახია. ვაიმე რომელი ესე ლაპარაკობ რომელი და თენგის არჩვადეზე მეუთხარი. მე მსგავსებოდი და მიყურე. ვაიმე ის ხო ლამაზი იყო? ვაიმე ის ხო ლამაზი? კარგია. იცი რა, თქვენ სტუმრობას ჯერ პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის, მაგრამ ხო არ დაასრულებდით რამე ისეთი, ეხა ბიჭები არიან აქ და ისე რა, გემრიელი რაღაცა წამღერებით, ერთი ფრაზით, ერთი კუპლეტით, არ ვიცი. სიმღერა? ხო. ეს თან უცხოა კაცო თქვენგან სიმღერა, ასე განებივრებული არ არის ქართველი მაყურებელი და. აქ არ ვიცი ახლა მე თავს არ ვიკლავ მომღერლობაზე, მაგრამ რაღაცა შეიძლება. კი ბატონო, დაიწყებენ და თან სიმღერით მიბრძანდით იქამდე. შენ სლამაზი, მე სლამაზი ხანომ ჯაი. მოდი რაღაც მათვალებ ხანომ ჯან. Gavalagaret damakidan adamsay Tin dagisam cilindrian tatarsay Khanum